ხშირად ბევრ ადამიანს ეშინია ბედნიერების. სიხარული შეიძლება უფრო საშიში აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვეული ტკივილი და ტანჯვა. როგორც კი ყველაფერი კარგად მიდის, ჩნდება შფოთვა. რა მოხდება თუ ეს დიდხანს არ გაგრძელდება? რა მოხდება თუ წამართმევენ და დავკარგავ? მაქვს კი საერთოდ ბედნიერების უფლება და იწყება გაქცევა სამსახურში, ირონიაში, სხვებზე ზრუნვაში. ეს სისუსტე არ არის, ეს წარსულის კვალია, როცა უპირობო მხარდაჭერა არ არსებობდა, როცა სიხარულს აუფასურებდნენ, როცა სიყვარულს მხოლოდ რაღაცის სანაცვლოდ გვაძლევდნენ. ამიტომ უფრო მარტივი ხდება უარი თქვა ბედნიერებაზე, ვიდრე ისევ დაკარგო რაიმეს გამო და განიცადო ტკივილი. ბედნიერება გვხდის მოწყვლადს. იმისთვის რომ ის შემოუშვათ, უნდა ენდოთ საკუთარ თავს, სამყაროს, ადამიანებს. ნდობა კი საშიშია თუ ადრე ტკივილი დასრულდა. საქმე იმაშია, რომ ბედნიერება სწავლა სჭირდება. სწავლა კი ყოველთვის უფრო ადვილია, როცა ვინმე გყავს გვერდით. ადამიანი პიროვნებად მხოლოდ სხვა ადამიანის მეშვეობით იქცევა. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ვაკუუმში, რაც არ უნდა გვინდოდეს ტკივილის თავიდან აცილება. ფსიქოლოგი შეიძლება გახდეს სწორედ ის სხვა, რომელიც ხარს დაგიჭერს, მიგიღებს, შეგისვებს სიყვარულის დეფიციტს ამ ურთიერთობაში და იმის დეფიციტებს, რაც ერთდროს არ ყოფნიდა. დაგეხმარება ისწავლო სიყვარულის დატევა და დაიჯერო, რომ ბედნიერება შენთვისაც შესაძლებელია, რადგან შენ ამის ღირსი ნამდვილად ხარ.